Stadionից անսպասելին ու երևի թե ամենատահաճ բաներից մեկը ეს მამაკაცი სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ცნობილი გომაგია, რომელიც 23 მარტს თბილისში დინამო არენაზე გამართულ საქართველოს-სომხეთის მატჩს დაესწრო და ყვება იმ ინციდენტსა და დაპირისპირებაზე, რაც თამაშის დასრულების შემდეგ მოხდა. სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი, სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამ არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მოვიდნენ თავიანთ გულშემატკივრებთან, ჩვენ სრულიად მოულოდნელად წამებში აღმოუჩნდით პლასტმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ. არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენს სექტორთან. პირდაპირ გაგებით შეიარაღებული ამ ბოთლებით და ქილებით. ხაზგასმით ვამბობ, გაუხსნელით. გაუხსნელ ბოთლებზე და თავსახურებზე ჩვენ გულშემატკივრებს აკონტროლებდნენ. რანაირად აღმოჩნდა ამ ადამიანების ხელში ასობით გაუხსნელი ბოთლი და ქილა არ ვიცი. გვესროდნენ ჩვენ ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც, ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო არენაზე უსაფრთხოება არ არსებობდა საერთოდ. სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი არ იყო, ერთიც კი სიმბოლურად. ასეთი რამ არსად არასდროს არ მინახავს. სომეხ გულშემატკივრებს მოგვიწია საათნახევარი ლოდინი, სანამ ყველა დატოვებდა დინამოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიშვეს იქიდან. უკვე აცივდა საკმაოდ. ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ყოფი ქალები და ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ. ზოგი უკიდურესად შეშინებული იყო. საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა.